პოზიცია. მე-19 პოზიციიდან დაწყებული რბოლა და მე-3 ადგილი. წარმოუდგენელი გამძლეობათა ნებისყოფა. როგორც იქნა, მან 15 წლიან წვლას თავი დააქცია. ეს ყველაფერი კი დღეს ბრიტანეთის გრან-პრიზე მოხდა. 229 რბოლის შემდეგ ნიკოს პირველი პოდიუმი. ეს რეკორდია, რომელსაც ფერაზროს ვეღარავინ გაიმეორებს. გახსოვთ არა? დიდი ბრიტანეთის გრან-პრიდან ნიკო ჰიულკენბერგის კამბექი, რომელმაც იმ სეზონის ყველა სხვა პოდიუმი დაჩრდილა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ დაუვიწყარი მომენტებიდან, რომლებიც ჩვენ ფორმულა 1-ის ისტორიამ შემოგვინახა. და თუ უკვე ფიქრობთ, რომ ამაზე უკეთეს ვეღარაფერს ნახავთ, ჯობს ვიდეოს ბოლომდე საყურებლად კარგად მოგალათდეთ, რადგან დღეს ჩვენ ფორმულა 1-ის ისტორიაში ვიმოგზაურებთ. ვესტუმრებით ეპოქას, რომელშიც მრბოლელები შეუჩერებელნი იყვნენ და იმ ეპოქაზეც ვისაუბრებთ, რომელშიც FIA-მ ყველა და ყველაფერი შესხუდა. იქამდე კი კვლავ ჰიულკენბერგს დავუბრუნდეთ. 2010 წელი. ნიკო ჰიულკენბერგი ახალბედა მრბოლელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბრაზილიაში სეზონის დასრულებამდე 2 რბოლით ადრე ჰიულკენბერგმა თავისი პირველი პოლ პოზიცია დაისაკუთრა. პოლი, რომელიც მისთვის პირველი და ერთადერთიც აღმოჩნდა. რამდენი რბოლა გაქვთ მოგებული? სამწუხარო ჯერ არც ერთი. მოიცა, ეს როგორ? არც ერთი რბოლა არ მოგიგიათ? არა. მაგრამ ასევე იყო დრო, როდესაც კარიერაში პირველად ჰიულკენბერგი გრან-პრის ლიდერობს. ჩვენ კვლავ ბრაზილიაში ვართ, თუმცა უკვე 2012 წელია. წვიმიანი შაბათი კვირა, რბოლა დასასრულისკენ მიდის და ჰიულკენბერგი პირველ ადგილზე გადადის. მაგრამ სწორედ ამ დროს მისი ბედის პორპალი უკუღმა იწყებს ტრიალს. რატო? ნიკო ჰიულკენბერგი. ამ რბოლაში თქვენ მის ლიდერობაზე ფსონიდατε. და მგონი ის პირველ ადგილს კარგავს, არა? კი, ის ჩვენი ლიდერი აღარაა. ერდანებდი. ესადე ჰამილტონთან ახლოს დარჩე. ნიკო ბოლიძე კონტროლს კარგავს, თუმცა საჭის დამორჩილება შესანიშნავად ახერხებს. მაგრამ 55 წრეზე ჰიულკენბერგმა უბრალოდ უნდა გადაასწროს, მაგრამ არა! კონტაქტი! ნიკო და ლუისი ერთმანეთს შეეჯახდნენ. ორივე ბოლიდი დასიანებულია, ღმერთო ჩემო. კარგი, ვეღარ მიდიხარ. შეგიძლია რბოლა განაგზო. თუ შეგიძლია რბოლა განაგზო, მეგობარო. გრან-პრი ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ალონსოა. ეს ყველაფერი კი ნიკოს პირად კოშმარს გავს. წარმოუდგენელია. ნამდვილად წარმოუდგენელი. რბოლა ძალიან კარგად ჩაადარე. ბოლი ძალიან კარგად მართავდი. შენი თავით უნდა იამაყო, მეგობარო. ძალიან ახლოს ვიყავი და შემენარჩუნებინა. ასე გააგზავნე, გოლი არ დახსნეს. ძალიან კარგი რბოლა ჩაადარე. და აი ასე გაიძარცვა ჰიულკენბერგი. მას არა მხოლოდ პოდიუმი, პირველი გამარჯვებაც წაართვეს. მას შემდეგ 13 წლის განმავლობაში ნიკო ასე ახლოს ნანატრ კვარცხლბეკთან არასდროს ყოფილა. ახლა 2025 წლის ივლისში უნდა გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ რბოლა, რომელიც ჩვენს პატარა მაყურებელსაც ემახსოვრება. წლისა და 229 რბოლის შემდეგ ჰიულკენბერგი, რომელმაც ბრიტანეთის გრან-პრი მე-19 პოზიციიდან დაიწყო, ფინიშის ხაზს მესამე კვეთს. წლიან კარიერაში პირველად ნიკო პოდიუმზე ადის და დღის მრბოლელიც ხდება. არავის ამდენ ხანს ფორმულა 1-ის პოდიუმზე ასასვლელად არ უბრძოლია. მსგავსი ბედნიერება ალბათ მთელი სეზონის განმავლობაში არ გვინახავს. ამ მიზანდასახულმა პილოტმა ეს მაინც შეძლო.
მესამე ადგილი ძმაო, ვერ ვიჯერებ. ბოლომდე ვერ ვიაძებ თუ რას მივახციეთ. ხმესტო ჩემო. Max Verstappen to try and fight back. Verstappen's looking for his teammate. თუმცა მოდით, ერთი წამით თვალი გადავავლოთ ფორმულა 1-ის ელიტარული პილოტების მიერ განვლილ გზას პირველ პოულამდე. ნახეთ, აქ მაგალითად ვინა? მაქს ფერშტაპენი, შეშლილი ნიდერლანდელი, რომელსაც პირველი პოულისთვის 93 რბოლა დასჭირდა. თანაც მაქსი პირველი დღიდან ხომ Red Bull-ის გუნდში ერიცხება. ვინც არიცით გეტყვით, რომ მათი მექანიკოსები ზე ადამიანები არიან, როცა საქმე პიტ-სტოპებს ეხება. წარმოიდგინეთ, ფორმულა 1-ის ისტორიაში 10 ყველაზე სწრაფი პიტ-სტოპიდან 9 სწორედ მათთან გარისია. ისე ამ თემაზე საუბრისას ყველაზე სწრაფი პიტ-სტოპის რეკორდიც ხომ არ გაგვიხსენებინა. ეს ჯერ ძველი რეკორდია, 1.82 წამი. წარმოუდგენელი შედეგი, რომლის გაუმჯობესება კი არა. 4 წლის განმავლობაში გამეორებაც ვერავინ შეძლო. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. მაგრამ მოულოდნელად 2023 წლის კატარის გრან-პრიზე McLaren-მა აბსოლუტური მასტერკლასი აჩვენა. დიახ, 1.80 წამი და ჩვენი მოქმედი ჩემპიონის ლანდონ ნორისის ბოლიდი უკვე ტრასაზე ბრუნდება. ხოდა, დღევანდელ McLaren-ს თუ გავიხსენებთ, ამ რეკორდის გაუმჯობესება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს, არა? სინამდვილეში ეს თითქმის შეუძლებელია. რადგან FIA-ის პიტ-სტოპებზე მკაცრი რეგულაციები აქვს. შეზღუდვების სამართლიანი დროითი განსხვავების დასაცავად გუნდებს მცირე ხრიკებსაც უკრძალავს. მაგალითად, ყველა მექანიკოსი ვალდებულია მანქანის ტრასაზე დაბრუნებამდე დაადასტუროს, რომ თითოეული საბურავი სწორადაა დაფიქსირებული. ეს კი FIA-ის რეგულაციების დიდი სიიდან მხოლოდ ერთ-ერთია. და ალბათ ამ წესებით პიტ-სტოპების 1.7 წამიანი რეკორდის ოდესმე დამყარების იმედიც უნდა დავგარგოთ. თუ გაინტერესებთ, როგორ ასწრებენ ფორმულა 1-ის მექანიკოსთა გუნდები პიტ-სტოპიდან ბოლიდის ასესრაფად გაშვებას, დაგვიწერეთ კომენტარებში. მომავალში კი ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ვიდეოს შემოგთავაზებთ. ახლა კი ვიდეოს დაუბრუნდეთ. სად ვიყავით? მაგარ ამბავს რომ გიყვებოდით. კი. პიტ-სტოპების სირთულეს კი ტრასების სპეციფიკაც ემატება. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ბელგიაში, ისიც კი სასწაულია, რომ რბოლის დროს ტრასაზე გახვიდე. აქ, მუდმივად ცუდი ამინდებია. ასეთ გრან-პრიზე არასდროს ყოფილ ვარ. მაგრამ ეს ხომ სპა, საოცარი ტრასა, ოღონდ მთავარი არ წვიმდეს. ამ შემთხვევაში არ გაგვიმართლა. რბოლის დღეს სრული კატასტროფა იყო, რადგან მთელი უქმეები გადაუღებლად წვიმდა. რბოლის დღეც დადგა. წვიმამ კვლავ არ გადაიღო, მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს. ბელგიის ტრასის ყველა მონაკვეთის სველია. ხილვადობა თითქმის 0-ს უტოლდება, თუმცა გულშემატკივარი უკვე ადგილზეა. მათ თავს ხმა წვიმა არ აშინებთ, მხოლოდ სტარტის ხმას ელოდებიან. ეს ხმა კი არსად ჩანს. ლოჯისტიკაზე დახარჯულმა მილიონებმა თავისი გაიტანა. დატბორილ ტრასაზე ფერადი ბოლიდები მაინც დაიძრნენ. უკან თითქმის ვერაფერს ხედავ. საშინელება წინ მდგომ ბოლიცას კი ვერ ვხედავ. მეხუთე მოსახვებში აბსოლუტურად არაფერი ჩანს. გასაგებია, როგორც ჩანს ისინი რბოლის დაწყებაზე არც მიკრობენ. დიახ, ეს აშკარა იყო. სველ ტრასაზე ფორმულა 1-ის ბოლიდები დაბალ სიჩქარეზეც კი უკონტროლოდ სრიალებდნენ. ძნელია იმის აღწერა თუ რამდენად ცუდი იყო ეს ყველაფერი. მაგრამ მაინც ორგანიზატორებმა წითელი დროშები ჩამოხსნეს და უსაშინლესად ხანგრძლივი ლოდინის რეჟიმიც დაიწყო. და ეს ყველაფერი პატარა ლანდონ ნორისისთვის ძალიან დამღლელია, ძალიან.
არც გულშემატკივრები ნებდებოდნენ. თავს ხმაწვენის ქვეშ, დიდი კოლგებით ტრიბუნებზე ისხდნენ მანამ სანამ მათი საყვარელი პილოტები ამინდის გამოსწორებას ელოდნენ. აი დანიელ რიკიარდო გულშემატკივრებს შორიდან ესალმება. რა ხდება? მექსიკური ტალღების გაკეთებას ხომ არ აპირებს, ლოდინის რეჟიმი 3 საათს გაგრძელდა. წვიმაც არ შეწყვეტილა და სწორედ მაშინ FIA-მ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. დრო შეჭერდა, თუმცა 6 საათამდე დროის შეზღუდვა ხომ კვლავ მოქმედებს? არა, არ მოქმედებს. გამოდის რომ დროის შეზღუდვის გამო უნდა გავჩერდეთ. ასე გებია. მაგრამ FIA-ის გადაწყვეტილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ბოლომდე არავინ იცოდა თუ რატომ დასრულდა რბოლა. ხალხს ეგონა რომ ის ოფიციალური დროის შეზღუდვის გამო შეწყდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს წესი FIA-მ მაშინ საერთოდ არ გაითვალისწინა. რბოლა შეწყდა, მაგრამ არ გაუქმებულა. იმისთვის რომ გრან-პრი ჩათვლილიყო, ბოლიდებმა 2 წრე უსაფრთხოების მანქანის ესკორტებით დაბარეს. ეს საჩვენებელი წრეები გრან-პრის ჩატარებულად გამოსაცხადებლად საკმარისი იყო. ამინდი არ გამოსწორებულა. დროა ბოლიდები კვლავ პიტსტოპებში დაბრუნდნენ. კალბატონებო და ბატონებო, რბოლა არ გაგრძელდება. პილოტებს ნახევარი ქულა მიენიჭათ. გამარჯვებულად მაქს ფერშტაპენი გამოცხადდა. ჩვენ კი კიდევ ერთი უცნაური რეკორდი შემოგჭა. ფორმულა 1-ის ისტორიაში ბელგიის გრან-პრი ყველაზე ხანმოკლე რბოლის სახელი დარჩება. სულ რაღაც 1 ოფიციალური წრე 3 წუთის და 27 წამის ხანგრძლივობით. მაგრამ ჯობნი არ დაიმევაო, ხომ გაგიგიათ? ცუდად არ გაგვიკოთ და ფულზე დახამებულ ფორმულას ორგანიზატორებს არც სამ რეკორდის დამხობა გაუჭირდებოდათ. მაგრამ FIA-მ კაცრი რეგულაციები დააწესა. ამიტომაც ისეთი მოკლე რბოლა, როგორიც ბელგიის 2021 წლის გრან-პრი იყო, აღარასდროს განმეორდება. FIA-ის ახალი წესდებით, კულების მისანიჭებლად, გრან-პრიზე ბოლიდებმა სულ მცირე 2 სარბოლო წრე უნდა დაფარონ. ესეც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მანქანის გარეშე. ამ წესით ბელგიის ნახევარი ქულა უბრალოდ განულდებოდა და რბოლაც გაუქმდებოდა. ესეც ჩვენი ფილმის დასასრული. თუმცა ეს ამბები ახალი წესების მიხედვით არის მომხდარი. იმ დროზე რა სიტყვით ფორმულა 1 და მისი შეშლილი მრბოლელები არავის და არაფერს რომ არ ემორჩილებოდნენ. მაშინ ძველ დროში დამყარებული უაზროდ დიდი რეკორდიც გავიხსენოთ, რომლის გაუმჯობესებაც ახლა უკვე შეუძლებელია. მე-20 საუკუნის ფორმულა 1-ის გულშემატკივრებმა უნდა იცოდეთ, რომ რბოლას, რომელშიც სტირლინგ მოსი მონაწილეობს, სტირლინგ მოსი იგებს. გამონაკლისი არც 1958 წლის პორტუგალიის გრან-პრი იყო. პირველივე წრეზე მოსი რბოლის ლიდერი გახდა და პირველობა ბოლო წამამდე შეინარჩუნა. 49 წრის შემდეგ სტირლინგ მოსის ბოლიდმა ფინიშის ხაზი გადაგვედა. და შედეგს არ იკითხავთ? მან მეორე ადგილოსან მაიკ ჰოთორნის 5 წუთითა და 12 წამით აჯობა. ყველაფერი შესაძლოა გაცილებით უარესადაც ყოფილიყო, რომ არა თავად მოსის სპორტული ღირსება. საქმე იმაშია, რომ ჰოთორნი მოცურების შემდგომ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისთვის ლამის რბოლიდან დისკვალიფიცირდა, მაგრამ მოსმა ის სტიუარდების წინაშე დაიცვა, რამაც პილოტს მეორე ადგილის შენარჩუნების საშუალება მისცა. სხვა შემთხვევაში პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა შესაძლოა 7 წუთზე მეტიც კი ყოფილიყო. მოდით, ახლა ცოტა თანამედროვეობაში დავბრუნდეთ. თქვენი აზრით, მაშინ ბელგიაში რომ გამოედარა რა მოხდებოდა? ეს ისტორიაში ფორმულა 1-ის ყველაზე ხანგრძლივ რბოლად ჩაითვლებოდა რა? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. და ზუსტად ეს მოხდა 2011 წელს. რბოლა უსაფრთხოების მანქანასთან ერთად დაიწყება. შენი აზრით, რამდენად მალე უნდა ველოდოთ მის დაბრუნებას? ალბათ პირველივე სრული წრის დასასრულს. მეც ასე ვფიქრობ. კომენტატორების წინასწარმეტყველება სრული სიზუსტით გამართლდა. ბოლიდებმა თითქმის 4 წრე უსაფრთხოების მანქანის ფონზე დაფარეს. თუმცა როგორც ხედავთ, ამ დროისთვის ტრასა ფაქტობრივად წველი იყო. სებასტიან ფეტელმა პირველი მოსახვევი გაიარა და მის უკან დრამაც დაიწყო. მას მაკლარენი უახლოვდება. კონტაქტი, ის მარკ ვებერის ბოლით შეეხო. ლუის ჰამილტონიც აქა. ბორდზე დამონტაჟებული კამერებიდანაც კარგად ხედავთ, თუ რა კატასტროფა დატრიალდა ტრასაზე წვიმის გამო. მანქანები ნაწილებად იშლებოდნენ.
ეჯგარეშეა, უბრალოდ შეხედეთ. ჰამილტონი ტრასაზე აშკარად დაზიანებული დაკიდების სისტემით გადაადგილდება. ლუისმა უკნიდან დამარცხა. ჯენსონმა კედელს მიმაჯახა. მიღებულია. ტრასაზე შექმნილი მდგომარეობით მხოლოდ ჰამილტონი და ბატონი არ წუხდებოდნენ. პრობლემები თითქმის ყველა პილოტს შეექმნა. ტრასაზე ცვლიალებს, ცურდები. მოკიდება არ მაქვს. სხვებს ვერ მივყვები. ჰამილტონის ავარიის შემდეგ ტრასაზე რამდენიმე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. დაახლოებით 2 საათისკენ კი წითელი დროშებიც გამოჩნდა. მრბოლელები თავიანთ პიტსტოპებს დაუბრუნდნენ. კვლავ ლოდინის რეჟიმი ჩაირთო. პირველი საათი, წვიმა უკვე საგზომს მისველებს. მეორე საათი, ჯერომ, მანქანიდან გადმოსვლა თუ გინდა, წინოსახაა და გაიცვამს. გონია რომ ჩემს ნერვებზე თამაშობ. ამ სიტუაციით ერთობი. ზუსტად 2 საათისა და 4 წუთის ლოდინის შემდეგ წვიმამ გადაიღო. რბოლა განახლდა. დაუბრუნდით, რბოლა სებასტიან ფეტელი ლიდერობს. თუმცა ამინდის გამოსწორება სულაც არ ნიშნავდა, რომ რბოლა ნაკლებად ქაოსური გახდებოდა. Force India ტრასიდან გადავარდა, რბოლას ფერარიც გამოეთიშა. ეს ფერნანდო ალონსოა. ალონსო დათმობას არ აპირებდა. ჯენსონის ბოლიც უკვე მეორე დაეჯახნენ. ასეთ მდგომარეობაში ტრასაზე დარჩენაც კი გვიჭირდა. ბოლიდი სრიალებდა, მოჭიდება საერთოდ არ ჰქონდა. ალონსომ ჯენსონის ბოლიდი ორმოში გადააგდო. ბატონს საბურავი გაუსკდა და ბოლო ადგილზე გადავიდა. ეს ერთ-ერთი იყო იმ რბოლათაგან, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდად მიდიოდა. თითქოს ბატონისთვის ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა ჯენსონი არ ნებდებოდა. პიტებში მეექვსეჯერ შესვლისას ის მშრალ ამინდისთვის განკუთვნილ სლიკებზე გადავიდა და თამაშიც თავის სასარგებლო შემოატრიალა. შეხედეთ, ბატონ, დაწვინას! მაგრამ თვითონ შეცდომებს ნახე, პოლიცია კიდევ კონტროლი დაკარგა. ჯენსონი შუმახერს ეწევა, DRS-ის ზონაში შედის. შუმახერი სარკეში იხედება. ბატონი გვერდიდან უვლის, აბა, უსწრებს, დიახ! ნამდვილად, ჯენსონი შუმახერს უსწრებს და მეორე ადგილზე გადადის. როგორც ჩანს, გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ყველაფერი წინ არის. ბატონი ბოლო ადგილიდან ლიდერებს შორის აღმოჩნდა. აშკარა იყო, რომ შრალი ამინდის სლიკებზე გადასვლა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. შეხედეთ, ბატონი ყველას ეწევა. ეს ყველაფერი სიკიშეა. ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრასა ბოლიდის სიგანეზე მშრალია, ხოლო მის მიღმა ასველი. ერთი მცირედი გადაცდომა და ეგრევე მოსრიალებული ხარ. და ესეც რბოლის ბოლოწრე და ჯენსონი, რომელიც სებასტიან ფეტელთან ძალიან ახლოს იყო. ღმერთო ჩემო, ჯენსონი რბოლის ლიდერზე 2 წამით სწრაფია. მანწრე ყველას ესწრაფა და პარადადანებებას არ აპირებს. შეუძლია კი ფეტელს მისი შეჩერება. ბატონი იბრძვის. ფეტელი შეცდომას უშვებს, ჯენსონი მას უსწრებს. ლიდერობას იღებს და საოცარ ბოლას იგებს. ძალიან ცუდი დღის მიუხედავად, ბატონი ბოლას იგებს. ეს რა საოცარი გამარჯვების მომსვლელი გავხდით, ღმერთო ჩემო! 6 პიტსტოპის ჯარიმისა და ძლიერი წვიმის მიუხედავად, ბატონი ამ ლეგენდარული რბოლის გამარჯვებულია. ეს რბოლა კი წლების განმავლობაში კლასიკად იქცევა. მაგრამ 2 წუთით მოდი დავფიქრდეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი. 4 საათი, 4 წუთი და 39 წამი. სასაცილოა, რომ ამ რბოლამ ფორმულა 1-ში 4 საათიანი დროის ფანჯრის წესი შექმნა, რომლითაც ყველა მომდევნო რბოლა უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მოიცადეთ, ჩვენ არ ვთქვით, რომ ბელგიაზე დროის შეზღუდვა მხოლოდ 3 საათი იყო. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? სინამდვილეში ეს 2012 წლის რეგულაციების გამო მოხდა. მაშინ, როდესაც FIA რბოლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 საათიდან 3 საათამდე დაწია. ასე რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ კანადური კოშმარი აღარასდროს განმეორდება.
ზუსტად ისე, როგორც Verstappenis რეკორდი, რომელიც ჩვენ ვიდეოს ბოლოსთვის შემოვინახეთ. თქვენ ახლა ეკრანზე ფორმულა 1-ის სეზონის ახალ ბედა პილოტებს ხედავთ. გაბრიელ ბორტოლეტო, აიზეკ ჰაჯარი, ჯეკ დენი, ლიამ ლოუსონი. თუმცა ეს ორი ახალ ბედა ჯერ კიდევ თინეიჯერია. 19 წლის ოლივერ ბალმანი და მერსედესის სულ რაღაც 18 წლის მრბოლელი კიმი ანტონელი. მაშინ რა შუაშია აქ მაქს ფერსტაპენი? სინამდვილეში ნამდვილი რეკორდსმენი შეშლილი ნიდერლანდელია. ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, რომელიც ფორმულა 1-ში სულ რაღაც 17 წლის ასაკში მოხვდა. Max Verstappen კიდევ ერთი დებიუტანტი. ის კარლოს საინს ამარცხებს და ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ხდება, რომელიც ფორმულა 1-ში ქულებს აგროვებს. მეშვიდე ადგილი სიგიჟია ბავშვისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ალკოჰოლის მიღების უფლებაც არ აქვს. ის ერთადერთი მრბოლელია, რომელმაც 18 წლის ასაკამდე ფორმულა 1-ში ქულები დააგროვა. რეკორდს ვეღარავენ მოხსნის და რა თქმა უნდა ამაშიც დამნაშავე FIA-ის რეგულაციებია. ახლა უკვე FIA-ის წესებით ფორმულაში სუპერ ლიცენზიის მისაღებად 18 წლის უნდა იყოთ. თუმცა მაქსზე საუბარი კვლავ არ დაგვისრულებია. ახლა ჩვენ 2023 წელში უნდა დავბრუნდეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბოლიდია, რომელიც ფორმულა 1-ის ისტორიაში შეუქმნიათ. ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური სეზონი სპორტის ისტორიაში. ამ წელს მაქსმა არა მხოლოდ მესამედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, არამედ გზად 7 რეკორდიც დაამყარა. Max Verstappen ერთ სეზონში 19 გრან-პრის იგებს. 2023 წლის ყველა რბოლიდან მაქსმა გამარჯვება 86.4%-ში მოიპოვა, რითაც ლეგენდარული მიხაელ შუმახერის 2004 წლის რეკორდი დაამხო. შუმახერის ანგარიშზე სეზონში მაშინ 72%-იანი შედეგი იყო. იმავე წელს მაქსმა თავისი ქვეყნის ჰიმნი ფორმულა 1-ში ზედიზედ 10 რბოლაზე გააჟღერა და რეკორდულ 1000-ზე მეტ წრესაც ლიდერობდა. ჯერ არ დაგვისრულებია. ნიდერლანდელმა 2023 წლის სეზონში ფორმულას ისტორიაში ყველაზე მეტი პოული აქცია გამარჯვებად. ფაქტობრივად მაშინ, როდესაც მაქსი რბოლას პირველი ხაზიდან იწყებდა. დანარჩენებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ. ადგილები მეორე პოზიციიდან უნდა გადაენაწილებინათ. Verstappenმა ფორმულა 1-ში ლიდერობის რეკორდიც კი დაამხო. 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი 2023 წლის სეზონზე პირველიდან ბოლო რბოლამდე ჩემპიონატის სათავეში იყო. მოიხსნება ოდესმე ეს რეკორდები. ეს არავინ იცის. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. თავარია ეს უსასრულო მოლოდინი ბელგიის გრან-პრის მსგავსად არ გაგვეწელოს. ეკნებ ოდესმე ჩვენს გაგვიმართლოს. ყველაფერი ხომ დროის და რა თქმა უნდა FIA-ის შეზღუდვების საქმეა.